რადიკალები ისევ რელიგიას, ეკლესიასა და საპატრიარქოს ებრძვიან. მას შემდეგ, რაც აკერმანის მეთოდებით რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე დემონსტრანტებმა იესო ქრისტეს გამოსახულებით კუბო მიიტანეს და დედაქალაქის მთავარ ნაძვისხესთან დაწვეს თავდასხმის სამიზნე შობის დღესასწაულიც გახდა. რადიკალური დაჯგუფებებისთვის მაცხოვრის შობის დღესასწაულის 7 იანვარს აღნიშნა რუსულია. ეს მაშინ, როდესაც ქართული ეკლესია ამ უდიდეს დღესასწაულს ჯერ კიდევ იმ დროიდან აღნიშნავდა, როდესაც რუსეთის სახელმწიფო საერთოდ არ არსებობდა. თარიღთან დაკავშირებით სპეკულაციები ძალადობრივი საპროტესტო აქციების საორგანიზაციო ჯგუფ დაიტოვეში დაიწყო. რაც აქტივისტები შობის აღნიშვნას კათოლიკური წესით 25 დეკემბერს ითხოვენ. მე ყოველთვის 25-ში აღვნიშნავ, როგორც ყველა ნამდვილი მართლმადიდებელი და არა რუსული ჩეკისტური სექტა. 7 იანვარი დღეს პოლიტიკური თარიღია და არა რელიგიური. პოლიტიკური რომ არ იყოს, არც უკრაინის ეკლესია დაიწყებდა შობის აღნიშვნას 25 დეკემბერს და არც ყველაზე დიდი ქართველი პატრიარქი წმინდა ამბროსი ხელაია ცდიდა 25 დეკემბრის ტრადიციის აღდგენას. უნდა გადმოვიტანოთ და მოვშორდეთ რუსულ ეკლესიას. პოლიტიკური ამბავია შობის 25-ში აღნიშვნა და ამის დამკვიდრება. 7-ში მხოლოდ რუსეთი და პრორუსული ქვეყნები აღნიშნავენ. 25 დეკემბერს ევროპული სამყარო აღნიშნავს. შესაბამისად, ჩვენც იქ უნდა ვიყოთ ამ თარიღით, სადაც ევროპაა და სადაც ძველი ქართველები იყვნენ. პოსტსკრიპტუმ: ათეისტი ვარ, მაგრად მკიდია რელიგიური ბოდვები. პოლიტიკურად სწორი და არასწორი რა არის ჩვენი ქვეყნისთვის, ეს მაინტერესებს. რაჭაში ყოველთვის 25 დეკემბერს აღინიშნებოდა შობა, როგორც მთელ საქრისტიანოში და ახალ წელს უკვე ხსნილი იყო. 7 იანვარს აღნიშნა რუსეთის გავლენის კიდევ ერთი დადასტურებაა. ხალხს 7 იანვარი მართლმადიდებლური შობა ჰგონია ვახ. რატომ აღნიშნავთ მაცხოვრის შობას 7 იანვარს? ეს დღეს დეკანოზმა იოანე გორელიშვილმა ვრცლად განმარტა. ყველაფერი კალენდარული რეფორმებით დაიწყო, როდესაც მე-16 საუკუნეში რომის პაპის ინიციატივით ქრისტიანობის დიდი ნაწილი გრიგორიანულ კალენდარზე გადავიდა. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია კი დღემდე ერთგულია ნიკეის პირველი მსოფლიო საეკლესიო კრების, რომელიც 325 წელს შედგა და დღეების ათვლა იულიუს კეისრის კალენდრით დაიწყო. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ძველი კალენდარული სისტემით ხელმძღვანელობს, რომელიც საეკლესიო დღესასწაულების განრიგს ზუსტად განსაზღვრავს. სასულიერო პირების თქმით, გრიგორიანული, ანუ ახალი კალენდარი ბევრ მართლმადიდებლურ თარიღს, მათ შორის მაცხოვრის აღდგომის დღეს არ ემთხვევა. ახალ სტილზე გადასვლა კი საეკლესიო მსახურებაში ცვლილებებს გამოიწვევს. რაც შეეხება კალენდრის საკითხს, ჩვენ გვაქვს 14 დღიანი სხვაობა. გამომდინარე იქიდან, რომ ყოველ 528 წელიწადში ერთი დღე ზედმეტი რჩება ხოლმე. მაგრამ ეკლესიამ ჩვენმა და არა მარტო ჩვენმა, არამედ თქვათ იგივე იერუსალიმის თუ ათონის წმინდანთან გადაწყვიტა, რომ შეენარჩუნებინა ტრადიციისამებრ ძველი კალენდარი და აღენიშნა ძველი კალენდრით ყველა დღესასწაული. მაგრამ ნაწილი მართლმადიდებლური ეკლესიებისა, მათ შორის გადავიდა ახალ კალენდარზე, როგორც ეს გადასვლა მოხდა მხოლოდ და მხოლოდ უძრავ დღესასწაულებზე და არა მოძრავ დღესასწაულებზე და ზოგიერთი ეკლესია აღნიშნავს დღევანდელ დღეს 25 დეკემბერს ქრისტეს შობის დღესასწაულს. მაგრამ 7 იანვარი, რომელსაც ჩვენ აღვნიშნავთ, რეალურად ეს არის 25 დეკემბერი ძველი სტილით. მართულ გუნდში არ უკვე იმ კონკრეტული დაჯგუფებებისგან შობის თარიღით სპეკულაციები, რომლებიც ეკლესიას პირდაპირ და ღიად ებრძვიან და რელიგიურ სიმბოლოებს შეურაცხყოფენ. ქართული ოცნების წევრების თქმით, ეკლესიის წინააღმდეგ მებრძოლები სამოქალაქო დაპირისპირების გაღვივებას სწორედ ეკლესიისა და რელიგიის შეურაცხყოფით ცდილობენ. არის გარკვეული მიმართულება, რომ ყველაფერი, რაც საქართველოში ხდება, მით უმეტეს საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი ითვალისწინებს იმას, რომ კალენდარის შეცვლას არ უნდა განეპირობებინა გარკვეული ცვლილებები. იქიდან გამომდინარე, შობა ჩვენთვის 7 იანვარია. რუსეთის ფედერაცია რას ფიქრობს ამასთან დაკავშირებით, ან რუსეთის მოსახლეობა, ან რუსული ეკლესია, ამას არანაირი მნიშვნელობა ჩვენთვის არ აქვს. ეს არის ის პრინციპი, რომელთაც ჩვენი ეკლესია ხელმძღვანელობს. რა არის ამაში პრობლემა? რატო უნდა დაუპირისპირდნენ მაინც საკუთარ ქვეყანას? და რაღაც პრორუსული თემები მოიგონოთ თითქოს და ეს განაპირობებდეს საქართველოს სინოდის გადაწყვეტილებებს. მსგავსი საუბრები ჩვენ ყოველწლიურად გვესმის. სინამდვილეში ეს ადამიანები ებრძვიან ახალ წელს, ებრძვიან შობას, აღდგომას, ყველა იმ საერო თუ სასულიერო დღესასწაულს, რომელიც ძვირფასი არის ჩვენი ქვეყნისა და ამ ქვეყნის მოქალაქეებისათვის. და აქედანაც ჩანს ამ ადამიანების რეალური ბუნება და მიზანი რა არის. მათ არ უხარიათ არაფერი კარგი, რაც ამ ქვეყანაში ხდება და ამიტომ თავისი დეზინფორმაციით ერთ და იგივე პრიმიტიული
ლექსიკითა და მეტაფორებით ცდილობენ ფონს გასვლას და როდესაც ესე დავიწროებული არის ადამიანის არეალი, რა თქმა უნდა, მათ მე რაიმე წარმატების მიღწევის ან საზოგადოების განდობის მოპოვების იმედი არ უნდა გქონდეთ. ყველაფერი თქვა ეროვნულს, ჩვენთან ეს რადიკალები ეძახიან რუსულს, ხო? ეხლა ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი იყო, როდესაც შაშან მაგალითად 7 იანვარს, როდესაც მართლმადიდებლები შობას აღნიშნავთ, ამას უწოდეს რუსული შობა, ხო? და შესაბამისად, არ ვიცი, ხა შეიძლება არ გაგვიკვირდეს და სამწუხაროდ ბოლოს თქვან რომ ეხლა უტრირებ, რა თქმა უნდა, მაგალითად რომ დავით აღმაშენებელი იყო რუსი, ხო? ეხლა ყველაფერი რაც არის ეროვნული, რაზეც არგუმენტი არ გააჩნიათ და რისი ჩაშლაც უნდათ, ხელის შეშლა უნდათ, გარუსება უნდათ, ყველაფერზე ლაპარაკობენ რომ ეს არის რუსული და როდესაც უკვე მიდიხარ მათთან, ასე ვთქვათ, შინაარსში გინდა შეხვიდე და არგუმენტები გინდა კითხო, ხო? თუნდაც ის არგუმენტი რომ აი 12 წლის განმავლობაში ერთი მაგალითი გითხარით რა გააკეთა ქართულმა ოცნებამ რუსული საქმე ან სად დაასხა რუსეთის წისქვილზე წყალი, ხო? აბსოლუტურად ვერანაირ შინაარსობრივ განხილვაში ვერ შემოდიან რაღაცა ფსევდოლიბერალური ფაშიზმი ძალიან მალე დასრულდება, ჩვენც ეს დაანონსებული გვაქვს, ბატონმა პრემიერმა დაანონსა. ბოლო წლებიანაც ოპოზიცია და მათი მოკავშირე ჯგუფები შობის თარიღის შეცვლას ითხოვენ, რამაც კამპანიური ხასიათიც მიიღო. სპეკულაციებს ბიძგი გასულ წელს კეზერაშვილის ტელევიზიის წამყვანმა ლაშა ბუღაძემაც მისცა, როდესაც რუსული უწოდა დღესასწაულს, რომელსაც ქართული მართლმადიდებელი ეკლესია 7 იანვარს აღნიშნავს. საქართველოს მსგავსად 7 იანვარს აღინიშნება იერუსალიმში, ასევე სერბეთში, პოლონეთში, საბერძნეთსა და სხვა ქვეყნებში. მაცხოვრის შობას 7 იანვარს ზეიმობენ ათონის მთაზეც.